ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა. მთავრობის თავმჯდომარემ 99 წლის გულირიბშელ ორესტი ბერულავა 9 მაისი მიულოცა. გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა. ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთიდან დროებით დევნილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 1000 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს. 9 მაისი ეს არის თარიღი, რომელიც გვახსენებს მშვიდობიანი ცხოვრების ფასს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით 99 წლის დროებით დევნილ ვეტერანთან. ძალიან დიდია მისი ღვაწლი ქვეყნის და სამშობლოს წინაშე. ჩვენი ვალია, როგორც აფხაზეთის მთავრობის, ასევე ჩვენი მოქალაქეების, რომ მაქსიმალურად დავაფასოთ ისინი და გვერდით დაუდგეთ მათ. ყველაზე მეტია დაფასება 9 მაისი ჩემთვის. იმიტომ რომ 9 მაისი ხუთი ვიყავი ომში, დავღვარე სისხლი, მე დიდი მადლობა თქვენი რომ აფხაზეთის მთავრობა მოყოლია ჩემთან, მე ნახულამს ველეში.